ხოძერო. ჩავედი მშვიდობიანად ხო? როგორი კარგად. კაი, აბაშეთ. რა გახსენდება, როდესაც გესმის სიტყვა ირანი? ბავშვობიდან, როდესაც მესმოდა სიტყვა ირანი, რატომღაც ყოველთვის ასოციაცია მიჩნდებოდა ბრძოლასთან, ომებთან და ტერორიზმთან. დიდი ალბათობით ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ 21 საუკუნეში სოციალურ მედიას უდიდესი გავლენა აქვს ჩვენზე, რაც ხშირ შემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამება. და მე დღეს ჩამოვედი ირანში იმისთვის, რომ გამეგო თუ რამდენად სიმართლეს შეესაბამება ის, რასაც სოციალურ ქსელებში წერენ. ასევე გამეგო ის თუ ქალები რამდენად შეზღუდულები არიან თავისუფლების გამოხატვაში. რადგან როგორც ვიცი, 21 საუკუნეში ირანი არის ის ქვეყანა, სადაც ქალების უფლებები ყველაზე ხშირად ირღვევა. We are going to stand with you. Jian, Azadi, women, life, freedom. გარდა ამისა, მე ვიმოგზაურებ ფერეიდანში, სადაც მე აღმოვაჩენ პატარა საქართველოს ირანის მიწაზე, სადაც 400 წლის წინ შაჰაბაზის დროს სპარსელებმა ქართველები გადაასახლეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი დღემდე ინარჩუნებენ ქართულ ენას, დამწერლობას და ტრადიციებს. ასევე მე ვისაუბრებ მათ პრობლემებზე და გულისწყვილზე. რატო არ გაძლევთ მოქალაქეობას? რახან მთავრობა არ გაძლევთ მოქალაქეობას? და აქვე შეგახსენებთ, რომ ჩემი არხის გენერალური სპონსორი გახავთ ამბასადორები, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ ვიმოგზაურო ესეთ საინტერესო ადგილებში და შემოგზაუროს საინტერესო კონტენტი. გამარჯობა. მადლობა ამბასადორებს. და მე დღეს განახებთ, თუ როგორი არის ირანი რეალურად. რადგან მინდა რომ უკეთ გავეცნო ირანულ კულტურას, 5 სხვადასხვა აქტივობა დავისახე მიზნად. პირველი, ალკოჰოლის დალევა, მეორე, დავამარცხო ირანელი ჩელენჯი, მესამე, ჭამოცხრის ტვინი, მეოთხე, გამოველაპარაკო ადგილობრივ ქალებს და გავიგო მათი აზრი და მეხუთე, მოვინახულო ღამის თეირანი. თუმცა რადგან ამ ყველაფრისთვის ენერგიები იყო საჭირო, იქვე ყავის მაღაზიას მივადექით. და რა თქმა უნდა საცოლის ძებნას დავიწყე. You Tehran single? Single also. Good guy, he is good guy. გამა მატრახებენ ამის გამო. Single also? Also that guy is single. Two single guy, two single women. გამო All we go to Georgia. Party there. Me, you, Achi, you two, we, everyone. Best time of your life. თუმცა სამწუხაროდ გოგოების დათანხმება ძალიან რთული აღმოჩნდა. აჩი, რასაცოლე გოგოები? ამოდი ახლა მართლა გაგროზგეს. და ამასობაში გადახდის დროც მოვიდა. თუმცა Test. free. ტესტი. Okay. Thank you very much. No, my wife, future wives. Let's go. ჩვენი ქორწილი სამწუხაროდ არ შედგა. და ამიტომაც გული რომ გადამეყოლებინა, ჩემი პირველი დავალების შესრულების დრო მოვიდა. ირანში ალკოჰოლი სასტიკად აკრძალულია. ამაზე შეიძლება გაგროზგონ ან ციხეში წაგიყვანონ. მაგრამ არსებობს რაღაც გზები, რომ ალკოჰოლი მაინც მოიპოვა. და მე ის გიგი ვარ. Where are you from? Georgia. You? Kurdistan. When are you coming to Kurdistan? Kurdistan. When are you coming? Kurdistan فقط 3 cha. Come, we drink together. We don't trust you. No. ამის შემდეგ იგი გავდექი გზას მისიის შესასრულებლად. How much? فارسی هم بلد نیست. Hey, what it is? اینا اسید. Drink? Acid? No? It's acid. We drink together. Shot. Acid. Acid. Drink. Here? خارجی پس. Alcohol? No. Where is alcohol? Alcohol. Where? Here. Come here. Come, okay. გადაწყვეტე მაღაზიაში შევყოლოდი. თუმცა დიდი იმედები მაინც არ მქონდა. Wait a minute. 1 minute, okay. 1 minute. Okay. მართლა გააძრე? არ ვიცი. გარდა გიჭირდა. მე მგონი.
ეს ყოველივე ცოტა ხანში ძალიან საეჭვო გახდა. ამიტომაც გადავწყვეტ გავცხოვდით ამ ადგილს და თავი აგვერიდებინა შარისკენ. ამასობაში კი მოვიდა მეორე დავალების ჯერი. სადაც უნდა ვეცადო და დავამარცხო ირანელი რაიმე ჩელენჯი. Hi. Hello. Do you know Nardi? Let's play. If you win, I pay. If I win, I take for free. საფრთხოდ ნარდის თამაშზე ვერ დავითანხმე. თუმცა დავითანხმე Okay, ხელის გადაწევაზე. Okay. Okay, where? Okay, come. Let's go. One second. Let's go. საქართველოსა! აქ ჯერ მე ვარ, ბიჭო. თავს მოგაჭა. აუ, ეს რაღაცა იცი სამ. აუ. One. No, Two. Three. Champion. Bulldog. Champion. Left one now. ეს არ უნდა. We gotta do it again. You gotta do it better, alright. Okay. 1, 2, 3. საქართველოს. Bulldog, bro, bulldog. Good game. მაგრამ ეს ყველაფერი ესე არ დასრულებულა. მისმა მეგობარმა გადაწყვიტა 10-ში გამოეწვა. ამერამე მე ვარ გაი. ეს ნადირია. თუმცა როგორც იტყვიან, არასდროს განსაჯო წიგნი თავისი ყდით. 1 1 2 3 საქართველოსთვის იმენამ გლები ვარ Good. So now we get the chess. No, დავიწყე. English. No, English. No worries, bro. ამასობაში კი ჩვენი მესამე დავალების შესრულების დროც მოვიდა. ხა მომივიდა ესეთი იდეა, რომელიც მქონდა ეს იდეა, რომ ტვინის ჭამა მიყვარს ზოგადად ადამიანების. მაგრამ ეხლა ცხოველის ტვინი დავაგემოვნოს. და ამაში მარტო არ ვიქნები, ამ ცხოველის დაგემოვნებაში ვიქნები ჩემ მეგობარ ამბასთან ერთად, რომელიც ყოველდღე მარტო კუბოში კი არ დადის ჩემთან ერთად. ირანში დადის ხოლმე და ყველგან ჩემთან ერთად მოგზაურობს. და როდესაც გავუდექი ჩემ გზას, შემხვდა ისეთი ადამიანი, რომლის ნახვაზეც ყოველთვის ოცნებობდი. What's this? You won Mr. Iran? Mr. Iran? I knew it. Yo. Thank you. კაცი იყო. ანუ Mr. Iran-ი იყო 25. და მივედექით ადგილს, სადაც როგორც ლოკალებმა გვითხრეს, ერთ-ერთი საუკეთესო ცხვრის ტვინის შეგვიძლია გვეჭამა. თუმცა ეს ყველაფერი ისე არ გამოიყურებოდა, როგორც ადგილობრივმა აგვიღწევეს. Ouch. აქ როგორ ჭამენ მარტი. Hello. Do you have goat brain? ესეთი? არა, ბიჭო, ამარა ასე. This is goat brain. და რადგან აქამდე ვიყავი უკვე მოსული, გადავწყვიტე დამეგემოვნებინა ეს გემრიელესობა. აი ეგ შუაში როა გაჭრილი თან თალ კიდე კაი ერთი ანუ ყოველთვის აი ეგ მომშვიდებს რომ აი ესეთ რაღაცებს რო ჭა თიბის დასვება აინციებს გორითა და რამე რომ მომივიდეს ახლა ეს რო ჭამო ყველაფერი ანაზღაურებად იქნება მე ფულზე ნერვიულობ თორე ჩემ ჯანმრთელობაზე ვინ უჩივის და თუ გინდა რომ შენი ჯანმრთელობას და ყველა სხვა სამოგზაურო დეტალი დაზღვეული იყოს, შეგიძლია ჩამოწოდო TBC დაზღვევის აპლიკაცია, ან შეხვიდე საიტზე და ზუსტად 2 წუთში დაისვიო თავი და გააგრძელო მოგზაურობა თავდაჯერებულად. აუ რა ცუდია ბიჭო შეხედე აუ ჩემი კაი ვეშე შანს აი უდინო შაკრე
ოდნავ გადაგიღე. და რადგან ეს დავალება უკვე ნაწილობრივ შესრულებული იყო, დრო მოვიდა გადასულიყავით შემდეგ დავალებას, რომელშიც ბევრად საინტერესო თემებს შევეხები, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა. ირანი ქვეყანაა, სადაც ქალებისთვის ცხოვრება წლების განმავლობაში ძალიან შეზღუდული იყო. ჰიჯაბის ტარება არა უბრალოდ ტრადიცია, არამედ სახელმწიფო კანონი იყო. ქუჩებს ეგრეთ წოდებული მორალის პოლიცია აკონტროლებდა. სწორად ეკეთა თუ არა ქალს თავსაფარი, რამდენად დაფარული ჰქონდა თმა, როგორ იყო ჩაცმული და ასე შემდეგ. ზუსტად 2 წლის წინ კი მოხდა შემთხვევა, რომელმაც მთელი ქვეყანა ააფეთქა. ახალგაზრდა ქალი მაჰსა ამინი პოლიციამ არასწორი ჰიჯაბის ტარების გამო დააკავა და დაკავებიდან ცოტა ხანში ის საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალა. Are free. We are going to stand with you. Jian, Azadi, women, life, freedom. ამ მოვლენამ კი იმდენად დიდი რეაქცია გამოიწვია, რომ მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. ქალებმა პირველად ისტორიის განმავლობაში დაიწყეს საჯაროდ ჰიჯაბის მოხსნა, თმის შეჭრა და საკუთარი პროტესტის გამოხატვა. ამ პროტესტმა კი შეცვალა ძალიან ბევრი რამ. დღეს კი ირანში ხედავს სცენებს, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. უამრავი ქალი ქუჩაში ჰიჯაბის გარეშე დადის. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჯერ კიდევ არსებობს. ხალხის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვლილია. უკვე სხვანაირი ენერგია. ამ ყველაფრის დასაზუსტებლად კი მე ვეკითხებოდი ადგილობრივებს, რათა მათგან მომესმინა ეს ყოველივე. I have a question. Some of you wear the hijab, some of the no. How it works? Because our parents, because my parents. Your parents want you to Yes, wear. and I'm not comfortable. Yeah, but my parents don't see me now. If they say no, okay. For me, actually, they don't care. Parents But aren't there. Your parents don't care? no, they don't care. But my parents, they They are. yeah. Yeah. Before 2 years, you couldn't go outside. I always, when I remember when I was a child, I always wear this. Yeah. And right now, I don't comfortable to them wear it. I have bad feeling when I'm not wearing the hijab. და რადგან ჩემი პირველი დავალება ჯერ კიდევ არ მქონდა შესრულებული, მაინც გავბედე და ვკითხე. A question also, like here, as I know, you cannot drink. Also here, there is no. Okay. Nowhere is legal. Yeah. Because in Dubai it's not legal, but in hotels you can buy. You can, but in South, in Bandar Abbas, places like Yeah. this, you can buy them. And some police people- know that they They know, but Yeah, they don't know. ამის შემდეგ ის სხვა გოგოებიც გამოვკითხეთ, რომლებიც იგივე პოზიციაზე იდგნენ. და ჩემდა გასაკვირად ბევრად თამამები აღმოჩნდნენ, ვიდრე მეგონა. We want freedom. Yeah. And your eyes are really attractive. Are you saying, do you want to marry? Yeah. Yeah. და სითამამი აქ არა თუ ქალებს, არამედ არც კაცებს არ აკლდათ. Hello, how are you? Correspondent. Correspondent, today's correspondent. What's your name? My name is Bahman. I'm from Gilan, but I sit in Tehran. Yeah, what you do for a job? My job just wander. Just wandering. Yeah, I'm a student. Do you want sex? Me? No. Thank Yes, you. Achi wants. Achi! Wait for Achi, bro. Okay. Next time. Achi, რა ვიღაც გამაზე, ბიჭო, აი. ზორ, არის ვაკა, ვიდიყო ეს რა ის გალი კაცები არიან მაგრები. რა გითხრა, არ მარტო ეგ პიდა. მაგრები მაჯახა. ჩემი რა შეიძლება ქალი მოსულა? ესენი თურმე გავპიდარასებ, აი ამერიკა აპიდარასებს როიზაკი. ვა, რაღაცა კაცი გამი გულის ტკივილს გადმოსებ ქალების რაღაცა, კაი, გინდა? გავგიჟდი, ბიჭო, ეს რა ჯანდაბა იყო. ვა, რა კაცო. და სანამ ფერეიდანში წავიდოდი, ჩემი მეხუთე დავალების შესრულების დროც მოვიდა. ჩამოვედით ირანის ბუდაპეშტში. ესეთი რაღაცები თუ ქონეთ ვაფშე არც წარმომედგინა. რა მაგარია. ეგე Wendy's, ბიჭო. თელი ცხოვრება. Is this Wendy's? Wendy's. What? Wendy's where? I want Wendy's. Baconator. Wendy's burger. Wendy's. With cheese. This is different.
მატყუებდნენ ბიჭო. მატყუებდნენ ვენდისიაო ბიჭო. მე ვენდის ვსვამ ჰაერში. How are you my friend? Me? Thank you. How are you? Cheers. No, it's good. სასწაულია, კაი ხორცია. ხორცი კაი აქვს, მაგრამ. Iran good man. Good. Hello. What's this? No alcohol. Kishmish. Huh? Sharbat. Shots? Sharbat. Sharbat. How much? How much? Money. Amir Hassan. ჩაბისხა. Chi? რა ჩაბისხა ბიჭო? Sharbat mipatchi. Na. Chi shod? Qarch khordi ya რა jer ჩაბისხა? khordi? Jer khordi. Hard. No. Bro, I'm awake. ჩემი იმენო ნარკოტიკია გარეული შეგიძლია. მოგე აქ დამიწერა თანხა, რაც ღირს და ეს ლარებში რო გადავიყონოთ, არის 15 ლარი. და 15 ლარი თუ გინდათ, რომ თქვენ დაგერიცხოთ თქვენ ანგარიშზე, თქვენს TBC-ის ანგარიშზე, შეგიძლიათ. პირველ რიგში, გადმოწეროთ TBC Mobile Bank-ის აპლიკაცია, მეორე, შეასრულოთ welcome მისია და ჰოის აუცრება. 15 ლარი შენს ანგარიშზე დაჯდება. Come bro, 50 ლარი. Sichvani. და რეფერალ კოდი იქნება დაბლა. გამოიყენებთ რეფერალ კოდს და 15 ლარი. თქვენ გაქვთ 15 ლარი ნებაკ. ყველანი ბედნიერები ვართ. მე ეს 15 ლარები ჩემთან რაც დაგროვდება, თქვენში გავათავაშებ ისევ. Instagram community-ის ლინკი აქ ამოხტება და ჩემ community-ში, ჩემებში, ვისაც გაინტერესებთ, ყველას ვიცი რომ გაინტერესებს რა ხარ მიყორ, თუ არ გაინტერესებს. მადლობა ყველასთვის. და დამხლელი დღის შემდეგ დრო მოვიდა ჩვენს ფეშენებელურ სასტუმროში წავსულიყავით. ეხლა განახებთ ოთახს, სადაც დღეს ვიძინებ. ლოგინ. ანუ ოთახში შემოვდივარ და ლოგინი სადა? აი რა გვაქვს ლოგინები. ანუ მეთქი სადა ვიძინე. აქ იმუშავებ. და ეს დამგვარად დასრულდა ჩვენი პირველი დღე. მეორე დღეს კი გადავწყვიტეთ წავსულიყავით ფერეიდანში. ფერეიდანში მოსახვედრად კი ჯერ თვითმფრინავით უნდა გადავფრენილიყავით ისპაჰანში, შემდეგ კი გადავწყვიტეთ ისპაჰანიდან ფერეიდანამდე წავსულიყავით ავტოსტოპის. ამაზე კი სრული ვიდეო დაიდება 10-ის არხზე. ჩვენ კი გავაშურეთ ფერეიდანისკენ. ფერეიდანი ეს არის რეგიონის ცენტრალურ ირანში, სადაც ათასობით ქართველი ცხოვრობს. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რა უნდათ ქართველებს აქ? ყველაფერი კი მე-17 საუკუნეში დაიწყო, როცა შაჰ-აბასმა საქართველოსთან დაახლოებით 200,000 ადამიანი ირანში იძულებით გადაასახლა და მათი საკმაოდ დიდი ნაწილი ფერეიდანში დაასახლა. ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველებმა მიუხედავად სპარსული ზეწოლისა უკვე 4 საუკუნეზე მეტია შეინარჩუნეს ქართული ენა, დამწერლობა და ტრადიციები. უკანასკნელი მონაცემებით კი ფერეიდანში 10,000-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს. და ახლა მე მივდივარ იქ, რომ საკუთარი თვალით ვნახო ეს ადამიანები, რომლებმაც ირანულ მიწაზე პატარა საქართველოს შექმნეს. მოკლედ ახლა ჩამოვედით ფერეიდანში და უკანაც შეამჩნევდით რომ ქართულად წერია ესე ბურჯღალი და ახლა ველოდებით ქართველებს რომ მოგვაკითხონ ფერეიდანია ქართველებს მოგვაკითხონ და ერთად გავაგრძელოთ გზა და აი ქართველებზე სანდომის ქართული ვაფლი ჩამოვარდა ციდან ანუ ესე და რა თქმა უნდა ანუ მოშებული ვარ თან ფერეიდანში მაინც სხვა გემოა 10 ჭამის გულია. და ამ ლოდიში ქართველი ფერეიდნელებიც მოვიდნენ ჩვენ წასაყვანად. გავარჯობა როგორ ახარ? ზაურის როგორ ახარ? ჩვენი მასპინძელი კი იყო ერეკლე მიქელაძე, რომელიც დაგვეხმარებოდა იქაური ქართული ადგილების მონახულებაში. ეხლა მივიდივართ სოფლიოერია ემე ვაშლოვანი. ვაშლოვანში? ხო. წავიდეთ ვაშლო. მარტყოფი ვაშლოვანი ჯუღურეთი ჯაღჯაღი ეს ოთხი. ჯაღჯაღი ესეთი ადგილია? თქვენ ჯაღჯაღეთ თუ არა ხართ ჯაღჯაღში მოყო? და მივადგეთ ერთ-ერთ ცნობილ ადგილს ფერეიდანში, რომელსაც ხუმრობით სასკლინტოს ეძახიან.
რა ქვია ამ ადგილს? აი იმას. და რატო ქვია სასკლინტო? ძალიან ბევრი ჩიტი და არწივი და რაღაცები იყო. აი, სხვა რაღაცებს აკეთე. სკლინტავდნენ თო? ხო. ვა, საინტერესო. მალევე სხვა ქართველებიც მოვიდნენ, რადგან გაიგეს რომ ჩამოსულები ვიყავით. გამარჯობა. ვა, ქართულად გაწერიათ? რა გაწერიათ? მარტოობის ბრძოლის 400 სამაგარი. თქვენ აქ ცხოვრობთ ძირითადად? კომუნისტების დროს იქ ვიყავი. კომუნისტების აქ დაიბადეს თუ სადაიბადე ისე? აქ დაიბადე. აქ დაიბადე. მე წახვედი კომუნისტების პერიოდში იქ. ეს ჩემი გოგორი ლეილა. აა. ეს ჩემი დიშვილებია. კასაგები. ჩემი შვილიშვილია. ხო? და ეს ჩემი გოგონა, აი თავის გოგოს ხელა იყო რომ წავი საქართველოში. ხო. და წაი საქართველოშია. და თქვენ ქართული სად ისწავლე? ანუ აქ ისწავლე თუ იქ რო ჩახვედით? აქ ჩვეულებრივად. აქ არის სკოლები და რაღაც. თუ სკოლები არის. დედა ოჯახში გასწავლი, ხო? ესე არაფერი არ არის არც სკოლა ისე არაფერი. არა. იცი მე ცოტა სენსიტიური კითხვაა, მაგრამ ისე ცხოვრებით გირჩევნიათ ანუ საქართველოში ცხოვრობთ თუ აქ თუ აი როგორ არის მაგ? თუ ხდეს საქართველოს. საქართველოში გირჩევნიათ? მოქალაქობას რა არ გვაძლევენ? არ გაძლევენ მოქალაქეობას? დავა იმიტომ. რატო არ გაძლევენ მოქალაქეობას? რახან ვიძლეოდეს. მე მაგალ მთავრობა არ გაძლევთ მოქალაქეობას? მე სახალ მოქალაქეობა მქონდა. ხო. ყველაფერი. მაგრამ ცოტა გაიჭირდა ომი რო დაიწყო. ხო. შუანაზე ჩამოვიდა და ომები დაიწყო რაღაც. გადმოელთა ირანში. ხო. დრო გაიდა გადავიდა არ მომწესო. პასპორტი. ეხა რო გინდათ რომ მაგალითად პასპორტი არ ანუ მოქალაქეებს არა მოქალაქეებს არ იძლია. თანამამულობა და ბინადრობა. და მარტო თქვენ არ გაქვს ეს პრობლემა ბევრს აქვს ეს პრობლემა. ბევრს აქვს. და როგორც ვახსენეთ, ეს არა მარტო მათი, არამედ ძალიან ბევრი ქართველი ფერინდელის პრობლემა იყო. და სამწუხაროდ დღემდე არის. ქართული წარწერები კი გვხვდებოდა ყველგან. მაღაზიებზე, ტრაფარეტებზე, შენობებზე და ასე შემდეგ. შენთვის ვერი ზღაპრის ბოლო კეთილია შენთანავა ნურაფის ნუგეშინი ქუჩაში გასვლისთანავე კი ქართველები გვხვდებოდა ყველგან. ქართველები ხო? გავარჯობთ. ეს თორელი ქართველი, ის რა გიხარ? თორელი ქართველი. ეს ქართველი ხარ? გამარჯობა. როგორ ხართ? გამარჯობა. გამოიწვია როინატრე გზაში ონიკაში. სანური იცი? არა. არის სანური? გამარჯობა. რა ქვიათ? კარგად. ჩემი სახელი ხო. მიხაილი. სანდრო. რა გვარები ხართ? მასიტაშვილი. შენ ონიკაშვილი. კათამაძე, სვანიძე. სუქართველები, აი სუქართველების სხვა გვერდს. სასიამოვნო, ჩვენთვის. გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად. და როგორც ქართველებს შეეფერებათ, ჩვენი საღამოც ზუსტად ისე დასრულდა. დადიან ქართველები. კი. ჩამოიდა პირველ მოიწარს. ხო? აბარა. მაგარია. ირანის მარტყოფში დღემდე ჟერად, რომ თუ ოდესმე სიზარდყელაში გაძვრებიან, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდებიან. ბავშვობაში, როცა ისტორიის წიგნს ვკითხულობდი ფერეიდენის შესახებ, სულ მინდოდა და მაინტერესებდა თუ როგორი იყო იქ ცხოვრება. და ამ მოგზაურობის დროს კიდევ უფრო ახლოდან ვიგრძენი, რომ მიუხედავად ამ ხელა სიშორისა, ამ ადამიანებს არავიზე ნაკლებად არ უყვართ ჩვენი სამშობლო. და ისინი ამდენი კილომეტრის დაშორების მიუხედავად დღემდე სულ საქართველოზე ფიქრობენ. და იქნებ ერთ დღესაც აუსრულდეთ გულით რისის ჯერად. შენთვის ვერი ზღაპრის ბოლო კეთილია შენთანავა ნურაფის ნუგეშინი